მოგესალმებით. გადავიდეთ VI ედიტორის შესწავლაზე. ანუ VI ედიტორი ეს არის ტექსტური ფაილების შექმნისა და რედაქტირებისთვის განკუთვნილი პროგრამა, რომელიც პირდაპირ shell-ში გამოიყენება. ჯერ ვთქვათ, განვიხილოთ, როგორ ხდება დაწყება თვითონ ამ VI ედიტორის. ვუთითებთ VI და ფაილის სახელს. ვთქვათ, story text-ი. და ამით უკვე შექმნილია ეს ფაილი და უკვე შეგვიძლია ნებისმიერი მანიპულაციები ჩავატაროთ. ნებისმიერი რაც უკავშირდება ტექსტს, იგივე ვთქვათ, შეცვლა, ჩანაცვლება, ჩასმა და ასე შემდეგ რედაქტირება და შემდეგ შევინახოთ და გამოვიდეთ. ახლა იმისათვის რომ მოვახდინოთ რედაქტირება, ანუ ნებისმიერი ტექსტი შევიტანოთ, პირდაპირ ასე ვერ შევიტანთ. ამისათვის უნდა გადავიდეთ insert-ის, ანუ ჩასმის რეჟიმში. ამისათვის უნდა დავაჭიროთ ღილაკს inserts, ან პირდაპირ ღილაკს i. და აი აქ გაჩნდება insert, ანუ ამჯერად ვართ ჩასმის რეჟიმში. და უკვე შესაბამისად შეგვიძლია ნებისმიერი ტექსტი შევიტანოთ. ხოლო თუ თქვათ ჩვენ გვინდა რომ თავზე გადავაწეროთ, უკვე insert-ის რეჟიმში კი არა, insert-ს ხელმეორედ რომ დავაჭერთ, გადავალთ უკვე replace-ის რეჟიმში, ანუ თავზე გადავაწერთ და ამჯერად უკვე შეგვიძლია გადავაწეროთ თავზე. და შენახვისათვის უნდა გამოვიდეთ ამ insert რეჟიმიდან პირველ რიგში, სანამ შევინახავთ. ამისათვის დავაჭერთ escape-ს და შემდეგ უკვე შეგვიძლია შევინახოთ და გამოვიდეთ. ამისათვის ვკრებავთ ორ წერტილს და W და Q, ანუ write და quit შენახვა და გამოსვლა. ელეს რომ ვნახოთ, მართლაც აგერ არის ჩვენი ეს ტესტორი ფაილი. ესეთნაირად, რაც შევქმნით. ახლა თუ თქვათ ჩვენ ხელახლა გვინდა შევიტანოთ ცვლილებები ამ ფაილში, უპრობლემოდ შეგვიძლია შევიდეთ. ხო, გარდა ვთქვათ VI-ის შეგვიძლია ჩავწეროთ VI და story text-ი. ანარა და გამოვიდეთ WQ და ანარა და შეგვიძლია ჩავწეროთ edit story text-ი. ანუ edit ბრძანებას გადავყავართ კვლავ VI ედიტორში. ახლა როგორ გამოვიდეთ შენახვის გარეშე, ვთქვათ, რაღაც ცვლილებები კიდე შევიტანე და ეს არ მინდა შევინახო. ამისათვის ვუთითებთ ორ წერტილი Q და ძახილის ნიშანი. ახლა მართლაც რომ ვნახოთ ტესტორი, რაც იყო ისევ ის დარჩა, არაფერი ახალი არ შენახულა. თქვათ, ახლა ჩვენ თუ გვინდა შევინახოთ, გავხსნათ ისევ, შევინახოთ ახალ ფაილში, ვთქვათ, გადავიდეთ insert-ის რეჟიმში, შევიტანეთ ცვლილებები რაღაც და ეს გვინდა შევინახოთ ახალ ფაილში. მაშინ ვუთითებთ ორ წერტილს, W-ს, ძახილის ნიშანს და ახალი ფაილის სახელს test3 ტექსტი.
აგერ დამიწერა test 3 ტექსტი new written და გამოვიდეთ აქედან ჩაწერის გარეშე. ახლა რომ ვნახოთ, აგერ არის test 3 შექმნილი, შევხედოთ რა შეინახა test 2-ში, ანუ რაც იყო დარჩა იგივე, ხოლო ახალი შეგვინახა უკვე test 3-ში. ახლა მაგალითად გავხსნათ ისევ ჩვენი გამოდით ახლა გავხსნათ test 3 ფაილი, რაც შევქმნით. და თქვათ გვინდა რომ აქ ამოიღოს მესამედან მეხუთეს სულ ხომ 5-ის ტრიქონია აქ შეტანილი. ამოიღოს მესამედან მეხუთეს ტრიქონების ჩათვლით და ეს გადაწეროს სხვა ახალ ფაილში. ამისათვის ვუთითებთ მესამედან მძიმე მეხუთემდე w სახილის ნიშანი და ახალი ფაილი test 4 ტექსტი. აი აქ დაგვიწერა რომ შეინახეთ რომ გამოვიდეთ და ელას და ნახოთ more test 4-ში რა ხდება. შეგვინახა მესამედან მეხუთეს ჩათვლით. ახლა ვნახოთ როგორ ხდება თვითონ რედაქტორში მანიპულაციები. ვთქვათ, გვინდა კურსორის გადაადგილება. ბევრ ბრძანებას აქ VI ედიტორში აქვს რიცხვები პრეფიქსად. მაგალითად, ჩვენ თუ გვინდა კურსორის გადაადგილება, თუ მივწერთ ვთქვათ წინ 5-ს, მაშინ გადაადგილდება 5 სიტყვით, ვთქვათ. შევიდეთ test 3 განვიხილოთ, ვთქვათ. და ესე გავაკეთოთ, რომ რამოდენიმე სიტყვა იყოს, ვთქვათ. აი მაგალითად ვიმყოფებით აი აქ აი ამ სიტყვის ბოლოში რომ დავაჭიროთ h-ს გადაგვიყვანს ერთი სიმბოლოთი მარცხნივ. ეს იმ შემთხვევაში თუ არა ვართ ინსერტის რეჟიმში. ერთი სიმბოლოთი მარცხნივ თუ დავაჭერთ ვთქვათ 2 h-ს გადაგვიყვანთ ორი სიმბოლოთი მარცხნივ. H, J გადაგვიყვანს ერთის ტრიქონით ქვემოთ. აი მაგალითად 2J ორის ტრიქონით ქვემოთ გადაგვიყვანს 2J. K გადაგვიყვანს ერთის ტრიქონით ზემოთ. ვთქვათ 3K გადაგვიყვანა პირველ ტრიქონზე. L გადაგვიყვანს ერთი სიმბოლოთი მარჯვნივ. მაგალითად 4L 4 სიმბოლოთი მარჯვნივ გადაგვიყვანა. რა თქმა უნდა, ასევე
ისრებით მარცხნივ, მარჯვნივ, ზევით, ქვემოთ, ჩვეულებრივ ისრებითაც დავდივართ. დოლარის ნიშანი გადაგვიყვანს მიმდინარე სტრიქონის ბოლოში. აი მაგალითად, სულ ვიმყოფებით თავში, გადაგვიყვანს ბოლოში. ხოლო ეს ქუდის ნიშანი 6-იანის თავზე რომ არის, გადაგვიყვანს მიმდინარე სტრიქონის დასაწყისში. ენტერი გადაგვიყვანს, სადაც არ უნდა ვიყოთ სტრიქონის, რომელ სიმბოლოზეც არ უნდა ვიყოთ, მომდევნო სტრიქონის თავში გადაგვიყვანს. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება არა ინსერტის რეჟიმში, ანუ თქვენ ხედავთ, რომ აქ გააქტიურებული არაფერი არ არის, არც ინსერტი, არც რეპლეისი, არც არაფერი. დიდი J გადაგვიყვანს ფაილის ბოლო სტრიქონზე. დიდი J. ორ წერტილი და 4 ვთქვათ, გადაგვიყვანს იმ სტრიქონზე, რომელსაც მიუთითებთ, ვთქვათ, 2 წერტილი და 2 შესაბამის სტრიქონზე გადავალთ. 2 წერტილი და 0 გადაგვიყვანს ფაილის დასაწყისში. W გადაგვიყვანს შემდეგი სიტყვის დასაწყისში. თუ მიუთითებთ 5W, გადაგვიყვანს 5 სიტყვით შემდეგ დასაწყისში. მარჯვნივ, რა თქმა უნდა. J გადაგვიყვანს შემდეგი სიტყვის ბოლოში. B გადაგვიყვანს წინა სიტყვის დასაწყისში. Control კონტროლი და B გადაგვიყვანს, როდესაც დიდი ფაილია ერთი გვერდით ზემოთ, ხოლო კონტროლი და F გადაგვიყვანს ერთი გვერდით ქვემოთ.